სანამ ოჯახს შექმნიდით, შეყვარებული იყავით თუ მანამდე არ ყოფილიყართ დიდად შეყვარებული? არა, შეყვარებული არა, მაგრამ ისე. გატაცებები. გატაცებები არ ვიცოდი რა არის სიყვარული, ხო? ხო. უბრალოდ ჯაზმენი იყო ის და რომ დაუკრა, მე გავგიშდი. ეს დიდ სიყვარულზე მესაუბრებით, რომელიც თქვენი მეუღლე გახდა. ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული? აბსოლუტურად. იმისთვისაც და ჩემთვისაც. მაგას პატარძალი ყავდა, ესე იგი, სახლში უკვე გადმოტანილი ქონდა იმას თავისი ოგინი უგადა. საცოლე ყავდა თქვენს მომავალ ქმარს. საცოლე. და როდესაც მე ვიმღერე და ყველაფერი იმისთვის უთქვია, всё. მორჩა. ანაბუდით მაეჟნა. და წამოვიდა. ესე იგი, რომ ვიმღერე მე ახალ წელს ტელევიზიით მოსკოვში, სტუბრად რომ დამპატიჟეს გენერლის ოჯახი. დიდი სუფრა და ულამაზესი ახალგაზრდობა ზის. ანდრო ზარი არის კარში და შემოდის მაღალი, ბლანძინი, თვალები, თაფლისფერი თვალები. იღემის და პირდაპირ მოდის შენთან. მოდით ახლა ვიმღეროთ. რა თქვენ უკრავთ, მე მითხარი. აი აქ ამათ აუწყდეს სიცილი. იცი ეს ვინ არის ოსკარ პეტერსონმა თქვა ჩვენ ერთნი ვართო. Это великий джазмен, дорогая. დაუკრა ის რეპერტუარი, რომელიც მე ვიმღერე ეთერში პირდაპირ. ახლა მომიჯდა გვერდებს ვივართ სუფრაზე, ბიბისესა, მელაპარაკება, ვლაპარაკობთ რაღაც ვიხსენებთ. ძველ ჯაზს, გვარები ეს, აი იმპროვიზაცია რო იყო, ის იშობდა ამას და რაღაცა. მოვიხედე კაცო და კაციშვილი აღარ არის სუფრაზე. ნელ-ნელა სულ წავიდა. და დაგტოვეს მარტო. მარტო ვართ. შეიძლება გაკოცო. როგორ არ შეიძლება მე ჩავეხუტე. ჯაზმენები ვარ თავისუფლად. Ты выйдешь за меня замуж. პირდაპირ გითხრათ რომ ცოლად გავამხევით, რა? ამ დროს საცოლე ყავდა მას. მაგრამ ერთი წუთი პირდაპირ. ეხლა ნახე რა მოხდა. და ესე სპონტანურად დილას დაგვათენდა, წამიყვანა თავის სახლში. დედა არაჩვეულებრივი. ყოდა რომ შემიყვანა და გამოვიდა მწვანე თვალებიანი ქალი, ულამაზესი. Какая она красивая. Вот она будет моя жена. Очень хорошо თქვა. ანუ სადედამთილო კი იცოდა რომ თავიშვილი დანიშნული იყო. ხო. მაგრამ რომ მიგიყვანა თქვენ იმდენად მოეწონათ რომ იმიტომ რომ ამა ხო უთხრა უკვე რომ დამთავრდა და ეს იქნება იფან წაიღო თავისი ბარგი ბარხანდა და აი ზითვი წაიღო უკან. და ნიშნობის ბეჭედი თქვენ გაუკეთეთ პირველმა? მე დედამ მაჩუხა პატარა ბრილიანტის ბეჭედი, მის ნეხზე ვატარებდი ხოლმე და აი აქამდე გაუკეთე. ეგრევე წამიყვანა სახლში. მოვაწერეთ ხელი. გაგვიჩნდა არაჩვეულებრივი შვილი დინარა. 14 წელი ვიყავით სოლხმარი და მე მიხალატა. გიღალატათ? როგორ გაიგეთ ეს ამბავი? მე სახლში არ მოვიდა. მე მეგობრები ხოავ და ვიღაცასთან წაიტრიპაჩა რომ აი ღამე იქ იყო. იმათ მე მომიტანეს ამბავი. იცნობდით ამ ქალს, ვისთანაც გიღალატეთ? კი. მას ხომ არ შეხვდით, ხო არ ესაუბრეთ ამ ქალს? არა, ჩემო კარგო, როგორ გეკადრება. მე ერთი კვირის შემდეგ დავავლე ხელი ჩემ შვილს. ღალატის პატიება ვერ შეძენით? არა, მე ღალატს არ ვაპატიებ არავის. მაგრამ გიყვარდათ მაინც. მე დღესაც მიყვარს ის. სურათები და ყველაფერი და ველაპარაკები და ლექსიც აქვს, რაც მიღალატ. ჩვენ ხომ ერთად დავბერდებოდით. ჩვენ ერთად აღარ ვიქნებით მონატრება არმანებებს თავს. მიყვარხარ, ისევ მიყვარხარ. განშორების სიცივე მკლავს. სიზმარში თეთრ კაბას ვიცვამ. საქორწინო ნაზი ყვავილი რთავს. თვითონ არ ეცადა გამოსწორებას ამ ღალატის, არ დაშორებულა ამ ქალს? სული გაუჩნდა შვილი გოგონა, რაღაცა კომპანია შექმნა და გახდა მილიონერი. ხო და ჩემ შვილთან მქონდა კონტაქტი, მე მქონდა სტუდია, დედაჩემის სახელობის. დაურეკავდა ხოლმე. აი კომპიუტერში რა. დინარა უკვე გათხოვილი იყო, გაუჩნდა გიორგი ბიჭი. და საქართველოში იყვნენ ეგენი. თქვენი შვილი და შვილიშვილი. ხო, შვილიშვილი სწავლობდა სკოლაში, საქართველოში. დაუწერა რომ დინაუც არა ვარ კარგათო და შენი ჩემი შვილიშვილი ჩამომიყვანეთ. ახლა დინა ისეთი გოგო იყო, მე ვერ მიბედავს გესმის ამის ისეთი გოგო იყო, ხათრიანი ძალიან და
ეს არ გეწყინოს რა მამასთან დავიდე. მე ვთქვი რა უნდა მეწყინოს რა. აჰა შენ ფული ბილეთი და დავაი. ახლა იქ ხო იყო ცოლი. არ უშვებდა საავტობუსში. არ არის საჭირო. როგორ არ არის? ისე არის ის ცუდად, რომ არავინ არ უნდა რომ მივიდეს. ეს მაინც შევიდა რაღაც ისა და ჩაეხუტა საავტობუსში ყველაფერი და მე მივდივარ. და დედას უთხარიო რომ უნდა был პატრისაიში ჯაზ. ეს ჯაზი ოღონდ დიდ სიყვარულს ნიშნავდა. თქვენ აღარ ქონდათ კონტაქტი? არა, მე პირადად არა. იმ დღის მერე აღარ ქონიათ, ხო? როდესაც ხალატი ვერ აპატიეთ. ხო. თქვენ მის ჯინაზე გათხოვდით მე. გათხოვდი ხო, ჩემ იმაზე, ხა ბარიტონისზე. მაგრამ ჩვენ მოვილაპარაკეთ. რა მოვილაპარაკეთ? მე ვთხარი, მე გამოყვები ოღონდ არავითარი ის არ გვექნება. ურთიერთობა არ გექნებოდა? აი, კი, მე არც მე არ მიყვარხარ რომ მითხრა, მაგრამ წამოყვებიო. ან ფორმალური ქორწინება იყო? ხო, არ მოაწერეთ ხელი. ფორმალურად. ხო, ფორმალურად. ის თავის გოგოებში დადიოდა, მე ჩემთვის არ შევიყავ. ზამთარში გაზაფხულს მოვიყვან ყველაფერს აგიხსნი დავიდან და მაგ შენს გაბიწყებულ სიზმრებს გულავდა და სიზმრებს